მოდით პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ. გახსოვთ დეინამ რომ გამოაცხადა ისლამ მახაჩევს ხელი აქვს ნატკენი და თეთრ სახლში The Spheres event-ზე იმიტომ ვერ ჩხუბობსო? ხო და გამოვიდა ისლამის მენეჯერი ალი აბდელაზიზი, კაცი რომელიც სიტყვას ჯიბეში არ იმალავს და პირდაპირ თქვა: რას ამბობთ ხალხო, ისლამი ცალფეხზე დამდგარიც კი ეჩხუბებოდა ილია თოფურიასო. წარმოიდგინეთ რა დონეზე მივიდა საქმე. ალიმ სიცილით დაამატა რომ ისლამი მზად იყო ნებისმიერისთვის თავპირი დაელეწა იმ საღამოს. თან ამ დღეებში მახაჩევმა ვიდეო დადო, სადაც გრუშას ისე ურტყამს, ნატკენი ხელი კი არა, რკინის მუშტები აქვს გეგონება. ახლა შეიძლება ვიღაცამ თქვას ეგ ვიდეო ძველიაო, მაგრამ მოდით რეალობას შევხედოთ. UFC-ს როცა აწყობს მოჩხუბარს სიცხიანსაც შეაგდებს ოქტაგონზე და როცა არ აწყობს, პატარა ნაკაცრსაც საშინელ ტრავმა დასაღებს. ნეტავ საერთოდ რატომ გვატყუებენ ასე აშკარად? ნუ თუ გონიათ რომ ჩვენ ფანები ვერ ვხედავთ ამ თამაშებს, სიმართლე ისაა რომ აქ საქმე უფრო ღრმადაა ვიდრე უბრალოდ ერთი ხელის ტრავმა. კიდევ ერთი საინტერესო დეტალი. ალი ამბობს რომ ისლამს უკვე ყავს მეტოქე, ქვესაშუალო წონის ნომერი პირველი კონტენდერი. აი აქ კი უკვე ტვინი გეჭედება კაცს. ოფიციალური რეიტინგით ნომერი პირველი ჯეკ დელა მადალენაა, მაგრამ მას ხომ კარლოს პრატესთან აქვს ჩხუბი ჩანიშნული. აბა ვინ რჩება? ალბათ იან გარიზია საუბარი, რომელიც მეორეა. ხომ ხვდებით რა აჯაბსანდალია. მოლაპარაკებებიც ისე მიდიოდა როგორც ცუდ სერიალში. ალის შუაღამისას დაურეკეს ისლამს ძინავსო. სანამ ამან გაიღვიძა და პასუხი დაუბრუნა, დეინამ უკვე თქვა, ჩაიშალა ყველაფერიო. სინამდვილეში კი როგორც ჩანს, დეინას საერთოდ არ უცდია ილიასა და ისლამის ბრძოლის ორგანიზება. მერე გამოვიდა დიდი უფროსი და ტვიტერზე დაწერა ტყუილიაო. ახლა თქვენ მითხარით, ვის უფრო დაუჯერებთ? დეინას, რომელსაც ტყუილი ისე უყვარს როგორც ქართველს მწვადი, თუ ალის, რომელიც თავისი ბიჭებისთვის ყველაფერზე წამსვლელია. მე თუ მკითხავთ, ორივე თავის თამაშს თამაშობს, მაგრამ დეინას ვერსია უფრო ჰოლივუდურ ზღაპარს გავს. ყველაზე მეტად ის მიტყდება, რომ ილია თოფურიასა და ისლამის ჩხუბი შეიძლებოდა ყოფილიყო ისტორიული მომენტი. ორივე ჩემპიონია, ორივე თავის პიკზეა, მაგრამ არა. UFC-მ გადაწყვიტა, რომ ჯასტინ გეიჯი უფრო იაფი და მოსახერხებელი ვარიანტია. ხომ იცით, თეთრი სახლის რინგი ყველაზე ძვირადღირებული ივენთი უნდა ყოფილიყო ისტორიაში. ხო და დეინამ დაითვალა და მიხვდა, ილიასა და ისლამის იმდენი ფული უნდა გადავიხადო, ჩემი მოგება შემცირდებაო. აი სად არის ძახლის თავი დამარხული. საბოლოო ჯამში ჩვენ დაგვტოვეს სანახაობის გარეშე, მათ კი ჯიბები გაისქელეს. მაგრამ არაფერი, სიმართლე მაინც ამოტივტივდება ხოლმე, როგორც ზეთი წყალზე. ქართველებს კი მოთმინება არ გვაკლია, ჩვენი დრო მაინც მოვა. მოდით გულზე ხელი დავიდოთ. ვინმეს გჯერათ რომ ისლამი და ილია იმიტომ არ ჩხუბობენ რომ ვინმეს ხელის ტკივა? სისულელეა. ყველაფერი ფულზე დადის. თეთრი სახლის The Sphere event-ი დეინამ ისე დააანონსა, თითქოს კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული შოუ ყოფილიყო. და კი, მართალია, ილია თოფურიასა და ისლამ მახაჩევის ჩხუბი ამ საღამოს გვირგვინი იქნებოდა. მაგრამ იცით რა მოხდა? დეინამ კალკულატორი აიღო და მიხვდა, რომ ამ ორ მგელს იმდენი უნდა გადაუხადოს, რამდენსაც ჯასტინ გეიჯი და სხვა ვეტერანები სიზმარშიც ვერ ნახავენ. და აი აქ იწყება ყველაზე საინტერესო. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ამბავი, რომ UFC აღარ აპირებს მებრძოლებს საწვრთნელი ბანაკის ხარჯები დაუფაროს. წარმოგიდგენიათ, მხოლოდ მთავარ მწვრთნელს ჩაუგდებენ გზის და სასტუმროს ფულს. დანარჩენმა გუნდმა, მასაჟისტებმა, სპარინგ პარტნიორებმა, დიეტოლოგებმა საკუთარი ჯიბიდან უნდა იხადონ. რეიტინგის გარეთ მყოფი ბიჭებისთვის ეს ხომ კატასტროფაა. ისედაც კაპიკებზე ჩხუბობენ და ახლა კიდევ აქეთ უნდა დაამატონ ფული, რომ ოქტაგონზე გავიდნენ. და ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როცა UFC-მ წლის დასაწყისში 8 მილიარდი დოლარი მიიღო Paramount Plus-თან ტრანსლაციის ხელშეკრულებით. 8 მილიარდი ხალხო. ეს ისეთი ციფრია საქართველოში 3 წელი ყველას უფასო პური რომ გქონდეს. და ამ დროს ვიღაც კონორ ბენს, ბოქსიორს, რომელსაც საკუთარ სადარბაზოშიც ძლივს ცნობენ, მილიონებს უხდიან. სად არის ლოგიკა? ან სად არის სამართალი? ბევრს გონია, რომ UFC-ს ჩემპიონები მულტიმილიონერები არიან. ნეტავ მართლა ასე იყოს. ბოქსში საშუალო დონის ჩემპიონი ერთ ჩხუბში 15 მილიონს იღებს. აქ კი ჩემპიონებსაც კი უწევთ ვაჭრობა ყოველ დოლარზე. და რატომ? იმიტომ რომ დეინას უნდა მთელი კონტროლი მის ხელში იყოს. შეხედეთ სპონსორობის ამბავს. მებრძოლებს არ აქვთ უფლება საკუთარი სპონსორები შეიყვანონ ოქტაგონზე. ვენუმი მათ სასაცილო ფულს უხდის ფორმისთვის. მაშინ როცა ბევრ მათგანს ინსტაგრამზე იმდენი გამომწერი ყავს, რომ ერთი პოსტით იმაზე მეც იშოვიდნენ, ვიდრე მთელი ჩხუბით.
მაგრამ არა, UFC-ს უნდა რომ ყველა მატჩზე იყოს დამოკიდებული. ეს უკვე სპორტული ორგანიზაცია კი არა, რაღაც მონათმფლობელური კანტორა ხდება, ოღონდ ლამაზი განათებებით. Dana White კი სიმართლე გითხრათ მგონია რომ ამ კაცს უკვე საერთოდ აღარ აინტერესებს სპორტი. სახეზე შეხედეთ პრესკონფერენციებზე, ისეთი დაღლილი და უემოციოა გეგონება ძალით აზითო. როცა UFC გაიყიდა, მას წასვლა უნდოდა, მაგრამ კონტრაქტი დატოვეს სახეთ. ხო და ახლა ზის და ისეთ ზღაპრებს გვიყება ტრაუმებზე და ჩაშლილ მოლაპარაკებებზე, რომ პატარა ბავშვიც გაეღიმება. საბოლოო ჯამში რა გვრჩება? ილია და ისლამი ორივე ამბობდა, რომ ერთმანეთთან ჩხუბი უნდოდათ. დაღესთენები ტყუილებს არ არიან მიჩვეულები. თუ კაცი ამბობს, რომ ჯამთელია, ესე იგი ჯამღთელია. თეთრი სახლის ივენთი კი ილია თოფურიას გარეშე იგივეა რაც ხინკალი ხორცის გარეშე. დეინას და მის გუნდს გონიათ, რომ ხალხი ყველაფერს გადაყლაპავს, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ მოხდა, რომ ორ დიდ ვარსკვლავში ფული გადახადა დაენანათ. ახლა გვეუბნებიან, იქნებ მერე, ქვესაშუალო წონაშიო. ვის ატყუებენ? ეს სიტუაცია ძალიან გავს იმ მომენტს, როცა სუფრაზე თამა და აშკარა დაჭარბებს და ყველას ვიცით, რომ სიმართლეს არ ამბობს, მაგრამ მაინც უსმენთ. თუმცა ფანების მოტყუება დიდხანს არ გამოვათ. ილია თავისას მაინც დაამატყუცებს. ისლამიც მერე და ვნახოთ, რას მოიფიქრებს დეინა თავის გასამართლებლად. მოდით პირდაპირ თქვათ. დეინა White-ს UFC უკვე ისე მობეზრა, როგორც მეზობელ გივის თავისი ძველი ჟიგული. კაცი კომპანიის სახეთ დარჩა მხოლოდ იმიტომ, რომ TKO-სენ კონტრაქტმა იცულა. გახსოვთ UFC რომ გაიყიდა, ძმები ფერტიტები როგორ გაქნენ ჰორიზონტიდან. დეინასაც ეგუნდოდა, მაგრამ დააბეს. ხო და ახლა ზის პრესკონფერენციებზე ისეთი სახით თითქოს ზალით ასმევან უშაქრო ჩაის. ენთუზიაზმი ნულია, ემოცია კიდე უფრო ნაკლები. როცა ახალ ამბებს აცხადებს, ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს კომუნალურების ქვითარს კითხულობს. და აი აქედან მოდის ეს fake news-ების ნიაღვარიც. რამდენჯერ გავიგეთ, რომ ილია თოფურიასა და ისლამ მახაჩევის ჩხუბი თითქმის გადაწყვეტილი იყო. მთელი ეს თეთრი სახლის, The Sphere, აჟიოტაჟი ერთი დიდი კვამლი გამოდგა. საბოლოოდ რა შეგვჭა ხელში? ილია ჯასტინ გეიჯის წინააღმდეგ. ცუდი ჩხუბია? რა თქმა უნდა არა, გეიჯი ნამდვილი მეომარია, მაგრამ ეს ხომ ის არ არის, რასაც ველოდებოდით. ეს იგივეა საცივს ელოდებოდე და მოხარშული ქათამი მოგიტანონ. ნოყიერია, კი ბატონო, მაგრამ გემო სხვა აქვს. ალი აბდელაზიზი კი თავისას მიერეკება. თუ ყველაფერი ისე წავიდა, როგორც ის გეგმავს, ანუ ილია მოუგებს გეიჯის, ისლამი კი იან გარის თუ ვისაც გულისხმობდა იმ მისტიკურ ნომერ პირველში, მაშინ ეს ორი გიგანტი შეიძლება ქვესაშუალო წონაში შეხვდეს ერთმანეთს. სიმართლე გითხრათ, მე ეს იდეა მაინც და მაინც არ მხიბლავს. რატომ უნდა ავიდნენ სხვა წონაში, როცა თავიანთ დივიზიონებში დასამტკიცებელი კიდევ აქვთ? მაგრამ ფული ყველაფერს ცვლის. იცით რა არის ყველაზე დასანანი? სპორტი კარგავს თავის გამჭვირვალობას. ადრე ვიწოდით, ვინ საუკეთესოა, ის საუკეთესოს ხდება. ახლა კი უნდა ველოდოთ, რა სიტყვის მენეჯერი, რას დატვიტავს დეინა და მერე რას უარყოფს მოჩხუბარი. ხალხო, ეს MMA-ია თუ ჩემი ცოლის დაქალები? ნუ თუ არ შეიძლება რომ უბრალოდ გამოვიდნენ და სიმართლე თქვან. ხალხო, ფული დაგვენანა ამ ჩხუბისთვის და ამიტომ სხვა ვარიანტი ავირჩიეთო. აი ამას დავაფასებდი. მაგრამ არა, ჩვენ ისევ ჭორების ამარა ვართ. ერთ მხარეს ჰელვანია, რომელიც დეინას ნერვებზე უკრავს და რაღაცებს აფილტრავს. მეორე მხარეს კი თავად ორგანიზაცია, რომელიც კედლივით დგას. ჩემი რჩევა იქნება, ნუ დაიჯერებთ ყველაფერს, რასაც ოფიციალურად გვეუბნებიან. სიმართლე სადღაც შუაშია, იქ სადაც ილია თავის დარტყმებს ამუშავებს და სადაც ისლამი გრუშას მიწასთან ასწორებს. საბოლოო ჯამში ჩვენ ფანები მაინც მოგებულები დავრჩებით, რადგან ადრე თუ გვიან ეს ჩხუბი მაინც შედგება. ილია ისეთი ტიპია, თავისას არავის დაუთმებს. ისტორიას ვერ შეაჩერებ, თუნდაც დეინა White-ი სულ თეთრ სახლში ჩაიკეტოს. ხო და ახლა თქვენი ჯერია მეგობრებო. დაწერეთ კომენტარებში თქვენი აზრით, აწყობს ილიას ქვესაშუალო წონაში ასვლა ისლამთან საჩხუბრად, თუ ჯერ თავისი წონა უნდა ამოწმინდოს. აქვე შეგახსენებთ, რომ შაბათის ჩხუბების პროგნოზები უკვე დევს. სულ მთხოვთ პროგნოზები დადეო და რომ ვდებ მერე აღარ აუყურებთ კაცო. ხომ არ გინდათ რომ მეზობელ ზაურასავით ცარიელზე დადოთ ფსონები? წადით ნახეთ ვიდეო და ალაიქეთ და იყევით საქმის კურსში. ინსტაგრამზეც ვეცდები რაღაც საინტერესო ბილეთები დაგიდოთ, თუ ეს ტექნიკა არ მიღალატებს.